აბსოლუტურ შოკში ვიყავი. მე ესეთი რეალობა მანამდე არც გამიგია. მეწვა კუბოში სახლში და მე სპექტაკლები მქონდა დანიშნული და ვთამაშობდი. ვერ მომინელებია რომ აღარ არის. ერთი თემა იყო კიდე. დამყვებოდა, ესე უკან ვამჩნევდი და მეშინოდა იმისი. ეს სტალკერია უკვე, ხო? დავიღალე. ამ ყოფით დავიღალე. ეს თქვი? თქვი. დეპრესიული მდგომარეობა მქონდა. შენ აღმოაჩინე რომ ორსული ხარ და ეს დაუმალე. ამის გამო მოხდა რეალურად ჩვენი დაცილება, სხვა მიზეზი არ ყოფილა. ისევ გიყვარდა? არანორმალური მოვლენები ხდებოდა ხშირად. არა, ეხლაც ხდება. ეხლაც იკარგება. ნამდვილად დავდე და გაქცა. შეკრემ გადავდე და არ მახსოვს. და უცებ გაგუჩნდა. სახში რო ჩამოხვალ აგარაკიდან თბილისში, შუა ივლისში და არავინ არ არის, შენ რო გასაღების კარი და ცხელი ჩაიდანი ხდება გაზზე და არავინ არ არის. და არავინ არ არის სახში. და მეორე შვილის მამასთან ქონდა ურთიერთობა თუ რაღაცა ეტაპზე დაიწყება იმ დროს? ერთად ყოფნაზე ვერ შედგა შეთანხმება, იმიტომ რომ პირველად ვამბობ ეს დრამას. როგორც სახიობს ყველა გიცნობს და ძალიან ცოტამ თუ იცის რომ 16 წლის ასაკში იყავი მის თბილისში. ეს იყო მაშინ ესეთი გრანდიოზული მოვლენა, ხო? არც კონკურსები ტარდებოდა. პრაქტიკულად პირველი იყო. იყო მის თბილისობა, ჩემამდე, ნუ კაკაცდაძე იყო მის თბილისობა და მეორე წელს გადაწყდა რომ მის თბილისი და პრაქტიკულად მის საქართველოს გამოდიოდა, იმიტომ რომ საქართველოს არ ტარდებოდა, მაგრამ ვიღაც გოგოები იყვნენ რეგიონებიდანაც. როგორ აღმოჩნდა? აი ამ კონკურსში, ან სკოლიდან. არა, მაგ დროს იყო დავალება, რომ ყოფილიყო ორგანიზებული რაღაცა ზეიმობა თბილისობასთან მიმართებაში და ჯერ დაიარეს სკოლები, ალბათ ბევრი სკოლა, მაგრამ ჩვენ სკოლაში კლასებში შემოვიდნენ და მე მერვე კლასში ვიყავი. და აგვირჩიეს გოგოები, ვინც მოდებს ვაჩვენებდით აბანოთუბანში, ღია სივრცეში და ძალიან კაი მუსიკა იყო. დღესაც მიყვარს ეს სიმღერა და 8 გოგო თუ 9 აგვირჩიეს და მორჩა და კარგად ჩაიარა ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა მე შემთავაზეს რომ შენ გვინდა რომ მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსშიო. ნუ გამიკვირდა და ცოტა შემეშინდა, იმიტომ რომ მასშტაბი იყო ძალიან დიდი, მაგრამ მაშინ ოღონდ არ იყო კუპანიკის საცურაო კოსტიუმი არ იყო. არა, არ იყო. ინტელექტუალური ტურიც კი იყო და წესიერების ფარგლებში ეს ყველაფერი ზომიერების იმ პერიოდის ზომიერების ფარგლებში. მე თავარი мотиваცია მქონდა რომ მინდა გავხდე მსახიობი, იმიტომ რომ ვნახე რამდენიმე სპექტაკლი, რომელმაც განაპირობა ჩემი პროფესიის არჩევა და რადგან ეს ყველაფერი ხდებოდა სცენაზე, ჩემთვის იყო ძალიან მიმზიდველი, ამიტომ მე ვერ თობოდი ძირითადად ამით. მე ლამაზი სივრცე, ლამაზი კაბა უნდა გწმოდა. ჩემი ინტელექტუალურ განვითარებაში ნაკლებად მეპარებოდა ეჭვი, იმიტომ რომ ძალიან მკითხველი ბავშვი ვიყავი და მე ჩემდა უნებურად აღმოჩნდა, რომ ბოლო ტურში გავედი და ისევ იმ მუსიკაზე იყო, რაზე იგივე ორგანიზატორები იყვნენ, ნატყობა ძალიან მოდაში იყო ეს მუსიკა და იყო ისევ გამოსვლა რესპუბლიკის მოედანზე რაღაცა უზარმაზარი ხალხის რაოდენობა. მაგრამ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. ეხლა რო აქციებია ხოლმე ჩვენ რეალობაში, აი ესეთ რაოდენობის ხალხი იყო და რესპუბლიკის მოედანზე, ანუ ერთდღევანდელ ბარდების მოედანზე იყო სცენა, იყო კონცერტი და იყო ჩვენი გამოსვლა. და რამე საჩუქარი იყო? მე გამოცხადდა რომ მე გავიმარჯვე საჩუქრად, არა, დამკიდეს რაღაცა ლენტი, მუყაოს გვირგვინი და
ჩამომიყვანეს სცენიდან და ჩამსვეს თეთრ ლიმუზინში, ღია ლიმუზინში, რომელიც წავიდა მერე და თავისუფლების მოედანს შემოარტყა და ეს ხალხი მორბოდა და ყვიროდა. და ფოტოებს გვიღებ და საწავიდა ეს ფოტოები არ ვიცი და მართლა ჰოლივუდის თარი მეგონდა თავი, იმიტომ რომ შეყვარებული ვიყავი მაიკლ ჯექსონზე და მეცაც გეტყვი, მე და ჩემი მეგობარი წერდით ერთმანეთს ინგლისურად წერილებს, ის იყო რობერტ დე ნიროს მეუღლე და მე ვიყავი ჯექსონის და როგორია ჩვენი ყოფა. და აი ის ახდა რა, ის ხო შეგრძნება ამ მასშტაბის და ხალხის ოვაციების, ხო? აი მეცაც გეტყვი, ატენის ქუჩაზე ცხოვრობდა ეს ჩემი მეგობარი, მაშინ მეც იქ ცხოვრობდი და მის აივნიდან ჩანდა მზიური და მე ხილიანი და ხილიანი დღისით საკმაოდ შეუხედავია, მაგრამ ღამე რო ინთებოდა და ნათებოდა ის იყო ნიუ-იორკი რა. ცათამბჯენები ვიდიყო, ხო? ცათამბჯენები იყო იმ დროინდელი ჩვენთვის და რაღაცა ის ზღაპარში ვიყავით. კი ბატონო, დაახსენე რომ უკვე მქონდა ინტერესი და შეყვარებას იწყებდი სცენის. ეს განაპირობა რამდენიმე სპექტაკლმა, ერთი იყო ანა ფრანკის დღიური, ხო? იმ პერიოდში ანა ფრანკის დღიური იყო, შოქში რო ჩამაგდო, იყო მერე სამანიშვილის დედინაცვალი ძალიან მოდაში იყო, სკოლიდან დავდიოდით. გიზო ჟორდანიასი ისევ იმ ჯგუფის და იყო ჩემი პატარა ქალაქი, რომელიც თუმანიშვილის თეატრში ვნახე და აბსოლუტურ შოქში ვიყავი. მე ესეთი რეალობა მანამდე არც გამიგია და თუმცა ექიმობაზეც ვფიქრობდი. თან აქტიურად. დღესაც ვარ ცოტა ექიმი. მე მგონია რომ მე წინა ცხოვრებაში ვიყავი ექიმი, იმიტომ რომ ეს სფერო ჩემთვის და ყველა ჩემმა მეგობარმა მეცი ძალიან ახლოს არის. აი კარგი მკურნალი ვარ, შვილებს უვლი ხოლმე ავათრხდებიან კარგად 3-4 წლის ასაკში და მახსოვს ეს მომენტი ჩემი ცხოვრების, პატარა სკამი მქონდა, პატარა მაგიდა და რეცეპტებს ვწერდი და ურტყავდი საშლელზე უსმევდი პასტას და რო ამოაბრუნებდი და ბეჭად დაარტყავდი, ის ემჩნეოდა და ძალიან მომწონდა ეს. და მე ვფიქრობდი, რომ ეს გატაცება ბავშვობის შეიძლება პროფესიად ქცეულიყო და სამედიცინო ჩაგებარებია. არა, სამედიცინოზე ჩაბარებას არასდროს არ ვფიქრობდი უფრო აკადემიაში, სამხატვრო აკადემიაში, იმიტომ რომ სკოლის დროს ვერასდროს ვერ უსმენდი და აღვიქვავდი გაკვეთილს თუ ამასობაში არ ვხატავდი. მართლა? აი, ოღონდ ეს ხატვა და კარგად გამომდიოდა ძალიან. მე გადაიზარდა მხოლოდ ფეშენის, ანუ დიზაინერულ ხატვას. ვიგონებდი კოსტიუმებს. ოღონდ რომ მეუბნებოდა მასწავლებელი, რომ რასაკეთებ, მომისმინე და გადავდებდი ამას. ეს ინფორმაცია ორი რაღაცა მჭირდებოდა რომ ეკეთებინა რა ერთდროულად და მარტო იმას რო უსმენდი, მეორე ხდებოდა რა სხვა რამეზე ფიქრი და ნაკლებად ვიგებდი, ვიდრე მე გადამეტანა ეს და ის აღმექვა. ეხლაც სიმართლე გითხრა, აი ფილმებს და სერიალებს რო უყურებ, თამთამაშობ ტელეფონში. აჰა, ანუ ერთდროულად ორი. აი ძალიან ბევრი სერიალი მოსმენილი. და კადრები არ გაქვს ნანახე? არა, ნუ შეგადაში გთხოვს წევ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთან ინფორმაცია ერთ რამეზე კონცენტრირებული რო ვარ, უფრო მეშლის, იმიტომ რომ სხვა რაღაცა ფიქრები მომდის რა. და აი ეს კოსტიუმებს რო ხატავდე და მხატვრული ნიჭიც აღმოგაჩნდა. ანუ ამაზე სერიოზულად დაფიქრდი, რომ მოდი სამხატვრო აკადემიაში შევიტანოთ საბუთები და ვცადოთ? თუ არ მივიდა აქამდე საქმე? არა, თლათ არ მივიდა, მამა მყავს არქიტექტორი და მას ძალიან მოეწონებოდა ეს. და სერიოზული საუბრები ქონდა, რომ იქნება აცდე ამ თეატრალურს და მსახიობობას. ახლა როგორ გითხრა, არ უნდა და მისი მამიდა იყო ნატავაჩნაძე და პირველი მსახიობი ქალი კინომსახიობი და მისი და კირა ანდრონიკაშვილი, რომელიც და თვითონაც გადაღებულია რამდენიმე ფილმში. უბრალოდ იცოდა რა, რომ ეს არის საკმაოდ რთული და მძიმე პროფესია და არასტაბილური, ალბათ ერჩივნა რომ ესეთ შემთხვევა ქონდა, მამამ წამიყვანა ბოლო კლასში პეტერბურგში, მაშინ ლენინგრადი იყო, პეტერბურგში და მოსკოვში, მაშინ ყველა რუსეთში დადიოდა და მანახა ყველა მუზეუმი და ფანტასტიკურად მახსოვს ეგ მოგზაურობა ჩვენი. და პეტერბურგში მოედანზე უცებ მეტყობა შეუთანხმდა ადრე არ ვიცი, უცებ ვიღაც ქალი ყვირის მერაბ და ჩაეხუტნენ ერთმანეთს, ულამაზესი ქალი იყო, მწვანე თვალება
რაღაცა აი სასწაულად ლამაზი ქალი იყო და მე წაგვიყვანა თავისთან სახლში მაჩუკა თვალის ჭრდილები კრისტიან ძიორის პირველი ჩემი და რაღაცა ძალიან მაგარი იყო ეს ყველაფერი და მამა ჩემმა უთხრა რომ აი მსახიობობა უნდა დაანებე თავიო რა აი რატო არ უნდა და გარეგნობა კარგი აქვსო ალბათ მონაცემსაც გრძნობსო თავის თავში ამის თბილისი გახდა და რატო უნდა არ წავიდეს ამ გზით მე თუ მიხვდება სხვა რამეს აირჩევსო და ეს ქალი იყო ლარისა გუზიევა რომელიც ჟესტოკი რომანში როლს საასრულებს და აი რაღაცა ამან იმოქმედა მასზე ჩემზე კიდევ უფრო და ჩავაბარე მოკლედ თეატრალურში მე მედია მქვია ოდისეს ცოლი ვარ ხასიამოვნოა შეიძლება მეც მივიღო თქვენს მიუზიკლში მონაწილეობა მსახიობი ვარ პროფესიით სიმღერა შემიძლია ოდისეს აქ მოვარდნა ნამდვილად არ გვინდა აბა გაბედო საქმოსვლა მეფხის ტყავოსანს არ უხდება ჯინაზე გაკეთება თქვენ რა ჯინაზე არ აკეთებთ არა მე ბავშვობიდან მინდა ეს მავებუა მოწმე მეც ბავშვობიდან მინდა ოდისეს დასჯა არა რაც მინდა იმის კეთება არ იყო წინააღმდეგი დედა და დედა თეატრალურში ასწავლის სტუდენტობიდან ინგლისურ ენას ამიტომ დედის დამსახურება იყო რომ მე ამდე სპექტაკლს ვნახულობდი აქედან გამომდინარე ხო ცოტა კულისებშიც გავიზარდა ეგრე ვთქვათ რა და თეატრალურში ჩაბარების მერე ყავდა ერთი პედაგოგი და ცოტა ხანში ლევან წულაძე აიყვანა თქვენ მე მყავდა კოტე სურმავა პირველი კურსი რომელიც იყო არაჩვეულებრივი პედაგოგი და ისევ თუმანიშვილის სკოლა და სტანისლავსკი და აი ძალიან საფუძვლიანად გაგვატარა ეს კურსი და მე გავთხოვდი გავყევი გიორგი ნაკაშიძეს 19 წლის ვიყავი რომ გავთხოვდი გიორგი იყო 20-ის თავის ინტერვიუში არასწორად თქვა აი ბავშვები ვიყავთ ეხლა რო უყურებ მართლა ბავშვები ვიყავით და ავიღე აკადემიური და მოვხვდი მე ლევან წულაძესთან ლევანი გახდა პედაგოგი როგორი იყო სიმკაცი ჩენდა თუ ვილმობიერი არა ლევანისნაირი პედაგოგი და საყვარელი პედაგოგი არ ვიცი იშვიათია და ეს არის ბედის გაღიმება იმიტომ რომ პირველი რას გვასწავლიდა რომ არასდროს არ უნდა დავკარგოთ ბავშვი ჩვენში და არასდროს არ უნდა დავკარგოთ ხულიგნობის სურვილი იმიტომ რომ მაშინ ხდები მოსაწყენი მაშინ ხდები უფროსი ნებდები და ხდები რაღაცა დისციპლინირებული მხოლოდ დასრული ადამიანი, კეტავ ფანტაზიას. აი ეს იყო ლევანის ყველაზე დიდი მიზეზი. მე მამას ვეძახდით უბრალოდ, იმიტომ რომ სულ ერთად ვიყავით. უმხიარულესი, უბედნიერესი წლები იყო 90-იანი შავბნელი წლები. ხო, იმ პერიოდში. ამის გამო, ხო. სიმკაცე გამოუჩენია როდესმე? აი გაბრაზებული. კი, როგორ არა, ყვირილი იცის, გურულია. სტუდენტობის დროს ნაკლებად, მაგრამ აი სარდაფირო შევქმენით უკვე და მე უკვე ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა და გავდით სპექტაკლებს, იქ გამიბრაზებია კიდეც, იმიტომ რომ მე მიყვარს ბევრი კითხვები და ეტყობა არასწორ დროს დავსვი ეს კითხვა რაღაცა და აი რაღაცა ისე დაუყვირებია რა. ეწყინა თუ არა, ნუ როგორ უნდა გეწყინოს რეჟისორისგან ახლა ესეთი რამე. ნერვები მასაც აქვს რა, ის ადამიანია, აქედან გამომდინარე როგორც ყველა ნერვიულობთ, ისე რეჟისორიც და განსაკუთრებით ისტერიული არის ბოლო ალბათ ერთი კვირა, როცა იწყება კეთილგანწყობით, ძიებით, რაღაცა ჩაღრმავებებით, ერთად კეიფებით, თაც და საერთოდ აი ესე და ბოლო 1-2 კვირა არის სრული ისტერიკა, ბოლო დღეები განსაკუთრებით და იქ არასწორ მომენტში თუ რაღაც არასწორი გააკეთე, იქ ისიც შეიძლება ბომბი აკეთდეს. ამ ეს სერიოზულად არ უნდა მიიღო. მესმის. ხო. თეატრალურ სარდაფზე ვისაუბრებ, მაგრამ მანამდე უნდა ვისაუბროთ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს, სადაც ახლა ვართ და ეს იყო ის თეატრი, სადაც მოდიხარ. კი.
თეატრალურის დამთავრების შემდეგ. მიხელ თუმაშვილი ცოცხალი იყო, ან მოესწარით მასთან? კი, მოვესწარი სამწუხაროდ ძალიან ცოტა ხანი. 95 წელს მოვედი მე ამ თეატრში და შემაგდეს ზაფხულის ღამის სიზმარში თვითონ მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლში ერთ-ერთ ფერიად. ოღონდ ფერიები არ ვიყავით, ჯოჯოები ვიყავით ტყის და საინტერესო იყო ის. და ამავე დროს ამეყვანეს მაშიკოზე, რომელიც იდგმეოდა და გოგი მარგველაშვილი დგავდა მაშიკოს როლზე დამამტკიცეს და მიშა თუმანიშვილი ესწრებოდა რაღაც რეპეტიციებს, რაღაც მიმართულებებს გვაძლევდა და აი გადავედი უცებ აბსოლუტურად სერიოზულ სამყაროში, სადაც ისეთი მსახიობები ყავს გვერდში, როგორც ნინელი ჭანკვეტაძე, გოგა პიპინაშვილი, გია აბესალაშვილი, გია როინიშვილი. პატარები ვიყავით მე და გიორგი ყიფშიძე, ოღონდ მანამდე კოტელეკიშვილი თამაშობდა ამ დროს. რამდენიმე შეიცვალა, გიორგი როინიშვილის მერე ვანიკო თარხნიშვილი თამაშობდა უკვე. სერგოს მე მოვინელე ესე იგი ისინი და წელს უკვე შარშან უფრო სწორედ დაუთმე ასპარეზი სხვა წყვილს მე და ვანიკომ, იმიტომ რომ არ შეიძლება მართლა არ შეიძლება უკვე მაშიკო და სერგო იყვნენ. ხო, მესმის ასაკი ჭირდება ხო ყველაფერს. თორე ძალიან მიყვარს ეს სპექტაკლი და დავრჩი მეზობლის როლში და ზოგი მეკითხება აი რა ძალა გადგაო რა, რადგინდა ხა მეზობელი შედის გამოდის. იმ სპექტაკლში სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდი, მინდა მიყვარს. მიყვარს ატმოსფერო, მიყვარს ჩემი კოლეგები, მიყვარს ეს მხიარულება, ისეთი სითბო მოდის მაყურებლისგან, რომ ძალიან გასაგებია და გიყვარს და წლებია გატარებული სპექტაკლი. მეგობრად დავრჩი ეს. გასაგებია. თეატრში ცოტა უჭირთ ხოლმე, ხო ეს ფაქტია, ახალი მოსულების მიღება. როგორი იყო განწყობა შენს მიმართ, როდესაც თეატრის შემოხვედა, უკვე ვარსკვლავები არიან, ხო, ის ჯგუფი, ვინც ლებია თამაშობენ და პოპულარულები. კარგი იყო, ცუდი არასდროს არ ყოფილა არანაირი ხრიკები და აი ეს ინტრიგები, რასაც ამბობენ თეატრის სამყაროზე, ეს არის აბსოლუტურად შაბლონი. მითია? არ მე არა ხდება, ბევრჯერ ხდება. მე აი ამ თეატრში ფაქტებით არის. არც სარდაფში, არც აქ მე არ მქონია შეხება ესეთ რამე. არ ვიცი, მე ვარ ესეთი და განგება მაცდენს ესეთ რამეს თუ მე მგონი თვითონ როცა კეთილგანწყობილი ხარ, ალბათ იგივე გიბრუნდება, თუმცა რა თქმა უნდა ყოფილა რაღაცა კამათები, რაღაცა უთანხმოებები, მაგრამ ის რომ მსახიობმა მეორე მსახიობს კოლეგას დაუმალოს ფეხსაცმელი რომელთაც შედის სცენაზე ესეთი რამე არის მოგონილი. აი ჩემ რეალობაში მე ამას დავამტკიცე. მესმის, თუმცა ეს შეიძლება ფეხსაცმელი არ დაუმალოს, მაგრამ მოხდეს ისე რომ რაღაც როლზე იყოს გადანაწილებული, მე იმდენი იქნას რეჟისორთან არ ვიცი რაღაცა მეთოდებით რომ როლიდან ჩამოხსნას. არ არსებობს, ყველას თავისი როლი აქვს. და ცდილობს რომ ის როლი შეასრულოს და სხვისი როლი თუ შენ მოგწონს დაიმსახურო უნდა რომ იმ როლში გაგანაწილონ და მე არ მქონია ეგეთ შემთხვევა რა უნდა უქნას ფეხი მოტეხოს და ეს თვითონ შევიდეს იმ როლზე ხო არ ვიცი და დაძაბული მომენტი ყოფილა კოლეგასთან ისეთი დაძაბული რომ გიფიქრია რომ შეიძლება როგორც ადამიანი გავწვიო გვერდით არა არასდროს არ მქონია ესეთი დონის დაძაბულობა, იმიტომ რომ მე მახასიათებს უნარი, რომ რაღაცა ფოლდერებად გადავაწყო ჩემი პირადი ურთიერთობა და სცენაზე ყოფნა გამიჯნო, იმიტომ რომ თამაშობ ჩემ ყოფილ ხმართან ერთად, ეხლა ცოლ-ქმარს ახალ სპექტაკლში. რთულია ესე გიორგი ნაკაშიძე. ოღონდ გიორგი ნაკაშიძე თამაშობს ალკოჰოლიკს უმძიმეს, რომელიც დამძდებს და მირტყავს ლამის სპექტაკლის მიხედვით და ეხლა რამე დადებითს რო თამაშობდეს კიდე მესმის და აქედან გამომდინდა და ერთად ვზივართ კულისებში არ ველაპარაკები, იმიტომ რომ ვიცი რომ აღიზიანებს და ერთხელ ვცადე და მითხრა რომ არ მითხრა არაფერი, ესე ძალიან მძიმე თემზედება ხოლმე სპექტაკლისთვის.
და ოღონდ რა თქმა უნდა ორივე ვცდილობთ რომ კარგი იყოს ჩვენი სცენა, ორივე ვცდილობთ რომ კარგი იყოს სპექტაკლი. ანუ ინტერესი ჩვენი ზეამოცანა არის ერთიანი. აქედან გამომდინარე და კარგი მსახიობია და რატო არ უნდა მეხაროდეს მასთან ერთად თამაში. და ეხლა ყოფილ ქმართან რო შეგიძლია თამაში, აქედან გამომდინარე ვინ უნდა იყოს ამისთანა რომ ვისთანაც ვერ ითამაშო. ხო, უხერხული მდგომარეობა სცენაზე. ხშირია, როცა უცებ ტექსტი გავიწყდება, ან ძიმე დღე გქონდა და პრობლემები გქონდა და კონცენტრაციის მობილიზება გიჭირს. აი, რამე გავსკოთლა. მე შესვლამდე რომ აი ვირუბკა ქვია თეატრალურ ენაზე, არაფერი არ გახსოვს რა. მაგისტვის არის ბლოკნოტი, რომელშიც შენ გაიხსენებ. ოღონდ იხსენებ არა ტექსტს, არამედ ამოცანა სცენაზე, გრძნობათა ბუნებას, რაშიც შედიხარ და უცებ ყველაფერი ლაგდება. თუ ბლოკნოტი დაგრჩა, მაშინ ძალიან ძნელია. ამიტომ არასდროს არ უნდა დაგრჩეს. სცენაზე ყოფილა რომ ტექსტი გაგეჭედა, კი, ყოფილა, მაგრამ თუ მონოსპექტაკლი არ არის, ეს არ არის ტრაგედია, იმიტომ რომ შენი კოლეგა გადაგარჩენს. პარტნიორის მიხვდება, ნუ რაღაცა ქმედებას მაინც გააკეთებ და მაყურებელმა არ იცის, რომ შენ ამ დროს ტექსტი გქონდა. აი ძალიან ძნელია, როცა რაღაცა მონოლოგი გაქვს და იქ თუ გაგეჭედა, ადგებით და დაამთავრებ ალბათ და ვითომ ესე იყო. ხო, რაღაცნაირად უნდა დაიძრინო თავი მაგდროს. აი სიცხეინ თუ ხარ, ან რაღაცა დიდი პრობლემა აქვს ცხოვრებაში და ამ დროს გიწევს თამაში. სარდაფში დაემთხვა ეს ყველაფერი, მქონია 40 სიცხე და ხომ თამაშობდით სპექტაკლს ცხვირი. ლევან წულაძის ისევ, რომელიც იყო 3 საათნახევრიანი ორი შესვენებით და კი ვიგდებდი, მაგრამ არ მივარდებოდა. აი ძალიან ცუდად ვიყავი და რაღაც მომენტში იმ სპექტაკლში ცუდად ვარ დავდირი და მართლა დინაღამ დავრჩი სცენაზე და აღმოჩნდა რომ სახში რომ მივედი მეორე დღეს გავყვითლდი და აღმოჩნდა ბოტკინი. წარმოიდგინე 40 სიცხე ბოტკინი ძალიან ცუდი დაავადება, ცუდად ყოფნის თვალსაზრისით და ნუ რაღაცნაირად გავაკეთე ეს. მქონია როცა მე ჩემი აღმზრდელი და უსაყვარლესი დედაზე უფრო აღმზრდელი ბებია მეწვა კუბოში სახლში და მე სპექტაკლები მქონდა დანიშნული და ვთამაშობდი. ანუ ეს ისეთი რამეა, რასაც ვერაფერს ვერ უშვები. იქ გავიწყდება ეს ყველაფერი იმ რეალობაში, მაგრამ იმდენი კოლეგა ყავს, რომელსაც ვერ დააღალატებ, მაყურებელი, რომელსაც ვერ დააღალატებ. ძალიან რთულია ამ მხრივ, იმიტომ რომ აი ცუდ ხასიათზე ვარ, აღარ ვლაპარაკობ, ისეთნი მაგალითები მოვიყვე. მესმის, ძალიან რთულია. ამჯერად ვინ გააბედნიერეს შენი სიყვარულით? არავინ. მე შენ მიყვარხარ. კი, ამას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. აი ახლა ჭირვეულის მორჯულების დადგმა მინდა და კატარინას როლს შენ მოგცე. ესე იგი ნამდვილად საყვარელი გყავს. არა მეთქი. ვა. აი რაში მჭირდება ეს ცნობა? თორე იცი რა კარგად გიცნო. Super Mamiko. მე ვარ Super Mamiko. Super Mamiko. ალბათ ახალი მამიკო ხართ ხო? ჟირაფი ჟოზე. Super Mamiko. საბავშვო საოჯახო კომედია 9 იანვრიდან საქართველოს კინოთეატრებში. ახსენე ეკა თეატრალური სარდაფი, რომელიც პარალელურად იმ პერიოდში, როდესაც უკვე თუმანიშვილში იყავი, გაიხსნა. და გიწევდა ორივეგან თამაში. აი ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ერთი და იგივე დღეს დანიშნულა ორივეგანს მართლა. ყოფილა. კი, ყოფილა, როცა მე თუმანიშვილში იწყებოდა 7-ზე და იქ 8-ზე და მე შევდიოდი მეორე მოქმედებაში, ისევ იმ ცხვირზე ვიტყვი, როცა მეორე მოქმედები ნაჩნდებოდა ჩემი პერსონაჟი და მე აქ ვამთავრებდი სპექტაკლს, აკლოზე არ რჩებოდი და მივირბოდი და იქ შევრბოდი სცენაზე. ცართულია. ჯერ ერთი კონცენტრირება, ერთი როლიდან მეორეზე, ხო, აი ცართულია, მეორე მანძილი ხო, მაშინ ესეთი საცობები არ იყო, მაგრამ ტრანსპორტიც არ იყო, ხო, ხო, მანქანა მყავდა უკვე, რომელიც ვიყიდა 90-იანი წლების ბოლოს ფილმის ჰონორარით და ეს იყო ხვეული კიბით
მერაბ თავაძის და ყოფილა როცა აი მე და გიორგი ვთამაშობდით ზღაპრის თეატრშიც ეს იყო დამატებით შემოსავალით და აი ძალიან ბნელ დროს მართლა ეს 90-იანებში ხო? მომგვრელი, ჩვენი ახალგაზრდობა პრაქტიკულად და დაოჯახება 90-იანების დასაწყისში მოხდა 91-ში. მოვაწერეთ ხელი დავიწერეთ ჯვარი და 90-იანების ბოლომდე გრძელდებოდა ეს სიტუაცია. და იქაც დღეში 2 სპექტაკლს თამაშობდით. ხო, ეს ან დამატებითი შემოსავლის, იმიტომ რომ ყველა მსახიობი ცდილობდა რომ რაღაცა კიდე გზა გამოინახა იმისთვის რომ თავი გადაერჩინა. სკოლებში დავდიოდით და ხანდახან იყო დღეში 2 და მერე საღამოს სპექტაკლი გქონდა თეატრში. ნუ იმ პერიოდში იყო ძარცვა ყაჩაღობა, რამე ხო? როგორ არ იყო იმ დროს კურტკას ხდიდნენ ქუჩაში და მამიდა ჩემს თავში ჩასწრეს და იქცა, იმიტომ რომ ისა ბახტრიონზე წავიდა პურისაყიდლად და ფული მოგვეციო რაღაცა ხურდები ქონდა იმაში საფულეში და ამის გამო მენჯის ოპერაცია დასჭა და კირა ანდრონიკაშვილზე ვაპარაკობ. აი ეგეთი ბარბაროსობებით ხდება. გახსოვს? ეგა შენები ტურნიში რო იყვნენ წასულები რა დღეში ვიყავით? აბა 3 წელი. საწყალი მარგარიტა ბებია რა დღეში ქონდა? ეცხონებული. ისინი ფრანგულის მასწავლებელი? თუ ფრანგულად რო ეკაიფებოდეთ გახსოვთ? ეკუთმოა თეკლა, ეკუთმოა. თეკლა. რა გათვალეს ჩემმა? მაშინ ხო თეკლა არ იყო მეტყვი სახელი. არა ხო. და ეხლა ყოველი მეორე თავისუფლად თეკლას აქვს. შენები ყოველთვის დროს უსწრებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმებს არ იღებდნენ ხშირად, მაინც მოგიწია რამდენიმე ფილმში გადაღება. ეხლა ახსენე, რომ ერთ-ერთი ფილმის ჰონორარით მანქანაც იყიდე იმ დროს. პირველი იყო ჯერ თეატრალურში სწავლობდი ვირთხა, შოთა მილოროვასი, სადაც საკმაოდ ნერვიულობდი და რუსი გოგონა ვითამაშე, რომელსაც ფოტოატელიერში რაღაცა უნდა გადაღება ფოტოსი, პატარა ეპიზოდი იყო. მერე იყო მერაბ თავაძის ხვეული კიბით, რომელშიც მთავარი ქალის როლი ვითამაშე ნიკო თავაძის პარტნიორი ვიყავი და იქ ისიც ქონდა გასვლა კულებში ფოტოში ვიღებდით, ანუ თბილისშიც იყო გადაღება და ესე სპეციალურად რო უკვე კოსტუმი ამერჩიეს მიყიდეს და რაღაცა იმ რაც ხდება და მაკიაჟს მეიქაპს მიკეთებდნენ და ასე შემდეგ. დააკვირდით ამ პიროვნებას და მიპასუხეთ. იცნობთ თუ არა მას? ვიცნობ. შეგიძლიათ დაუშვათ, რომ ამ პიროვნებამ მოკლა თქვენი ქმარი. ანუ პროსტორად, ქონდა თუ არა მას ამის საბაბი? არ ვიცი. ალბათ ქონდა. მერე იყო რეზო ესაძის გაუთავებელი 6 წელი იღებდა ფილმი, რომელშიც 6 წელი იღებდა გამოტოვებებით, იმიტომ რომ ფულს შეულობდა შემდეგ რო გააგრძელოს და დავიწყე ჯერ თეატრალურიდან და დავამთავრე უკვე შვილი რო გავაჩინე. ანუ ამასობაში გავთხოვდი აკადემიური ავიღე შვილი გავაჩინე ასე შემდეგ და საბოლოოდ გადაღებულია. საბოლოოდ გადაღებულია კი რეზო ესაძის ჭერი და მერე იყო უკვე კასტინგზე დამიძახეს ზაზა ურუშა და მერეკლე ბათურა ბადურაშვილმა და აი მოხდა ჩემი თლიანი ცვლილება ეს იყო გარდატეხვა მე მოხდი ხელძახში ერთი კასტინგით ანუ პირდაპირ დამამტკიცეს ეს იყო ცნობილი სვეტლანას როლი სვეტაჭკა о явились герои чё надо ხო არა შეყარ გაგიჟებულ ხარ როგორ ის ქალი მოგდა ნერვიულობით მთელი ბარები და საუნები შემოვიარეთ დაგავლის და რო გეძებენ? რა ხდება, გრაშობი? ჩაის ვიწამოდი, კაცო. რა ხდება? А ты как думаешь? ჩაის მეთქი წამოდი, გითხარი. Стой. Я себе на жизнь зарабатываю, деньги выколачиваю. Замуди. А вот вам замуди. მოგიწია აქცენტის შესწავლა, იმიტომ რომ ეს აქცენტი ქონდა სპეციალურად. არა, რაღაცა ძალიან მარტივად წავიდა. თავიდან იყო გათვალისწინებული პრინციპში ეს პერსონაჟი პირველ სეზონზე, რამდენიმე სერიაზე
და ძალიან საინტერესო იყო, რომ პირველ გადაღება დღეზე იღებდნენ ჟანრი ლოლაშვილთან საკუთარ საუნა აქვს ესეთი კერძო სახლში. იქვე იმ ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობ, ატენის ქუჩაზე. თავიდან მითხარს, რომ 2-ისთვის მზად იყავი. მე დამირეკეს, რომ 4-ისთვის მზად იყავი, გამოგივლის მანქანა და მოგიყვანს და ვცხოვრობ მე ატენის პირველში და ის ატენის 17-ში. მეზობლად. ხო და გადავდა ჩემი საქმეები, რა თქმა უნდა, მზად ვარ, მობილიზებული ვარ. მე დამირეკეს, რომ ისა რა ქვია, 7-ისთვის უკვე ტექსტი მახსოვს კი არა, ვცოფავ და 9-ის ნახევრისთვის დავრეკე, რომ მეთქი თუ გინდათ რომ გადამიღოთ, გადამიღეთ და თუ არა და მაშინ პირდაპირ მითხარით, იმიტომ რომ ეს არის შეურაცხყოფა ადამიანი, ნუ დავიწყე უფლებებზე ბრძოლა. სახიობის და ეგრევე 15 წუთში მომაკითხა აღმასრულებელმა დირექტორმა და ჩამიყვანა ატენის 17-ში. და ვარ, წაშლილი, გაცოფებული და ისინი არიან დაღლილები, იმიტომ რაღაც სცენას ვერ იღებენ დიდი ხანი ძალიან და ასე შემდეგ და მოკლედ ბოლოს დადგა ჩემი გადაღების დრო გამიკეთეს. მეიკაპი ჩამაცვეს და რუსულად მაგ უზარმაზარი სცენას ათამაშო, მაგრამ უკრაინელს თამაშობ, რუსს არ თამაშობ და ქართულადაც საუბრობს ის და ესე გამომივიდა, როცა ქართულად დავიწყე რუსული აქცენტით ლაპარაკი, პირდაპირ ესე გამოვიდა, ეს არ არის ნასწავლი და ნაჩალიჩები რაღაცა და რო შევედი და შევატყე, რომ 3 კაცი ვსაუბრობთ და პირველი სცენა ცხელი ძაღლიდან და ერთი კამერით ვიღებთ, დაუძახე რეჟისორს და მევთხარით 2 კამერა დავდგათ თქო რა. ძალიან რთული იქნება 2 კამერით, იმიტომ რომ არ არსებობს ხა ერთ დუბლში ვერც ჩავწერდოთ, გვირჩევნია ესო, თუ გვაქვს თქო, დავდგათ და ვცადოთ. კაიო, გიჯერებო. ზაზა ურუშაძე იღებდა. დადგეს 2 კამერა და დაიწყო სცენა და ჩავედით ბოლომდე და ერთ დუბლში მორჩა ეს სცენა. და ისე რომ დანარჩენს თავს რომელსაც ეგონა რომ ღამეს გაათებდნენ ტაში დაუკრეს. ეს იყო პირველი ჩემი ხელძახში გადაღების დღე. დებიუტი შედგა ძალიან მაგრად. მაშინ ამასენი როგორ აღმოჩნდა ეს შენი კასი და ნიკოლაძის ვინაში? А может, она у меня украла? Хватит, брат, дура! Твоя хатуна беда в морге лежит. Завтра тебя могут замочить. Я тебе сказал. Что вы такое говорите? Света, это такой есть хатуна, საკუთარ სახში მოყლის. სახიობები იყვნენ უკვე გამოცდილი, ხო, ჟანრი ლოლაშვილი, ჟანრი კი და გიორგი ყიფშიძე სულ ხო, გიორგი ყიფშიძეს დებიუტი, ხო. რა მერჩევა იყო, იმიტომ რომ თქვენსაც შეახლე იყო, ხო, აი ესე მუდმივად კამერასთან მუშაობა იმ პერიოდისთვის, კი, რაღაცა ფილმები შეიძლება იყო, მაგრამ ეს არის უკვე გრძელვადიანი. არა, ეს არის უკვე პერსონაჟი, რომელიც პირველი სეზონის გარდა და რამდენიმე სერიის გარდა გაგრძელდა და 3 სეზონი თუ 4 სეზონი ჩვენ. კი ბატონო. ეს პერსონაჟი გაგრძელდა, იმიტომ რომ მაყურებელს ძალიან შეუყვარდა. რჩევა აი ჟანრისგან გახსოვს რაღაცა ისეთი განსაკუთრებული. არა, სვიტლიჩოკ შემარქვა და ეს შერჩა ამ პერსონაჟს. არა, მე ზაზასგან მახსოვს. ზაზა იყო რეჟისორი, რომელიც ვერ მომინელებია რო აღარ არის. ჩემი რეჟისორი იყო, მე ესე ვთვლი. და მე სამსახლშიც ჩვენ ვიმუშავეთ და იყო კიდე გეგმები და რამდენიმე როლზე კიდე გამსინჯა და ფიქრობდა ჩემზე ერთი იყო ვიღაცა გერმანელი სადისტი ქალი და მეორე რაღაც მერლინ მონროს ალა ქალი და სინჯები გავაკეთეთ და გეგმების უქონდა. ზაზამ იცოდა ყველაზე კარგად მუშაობა მსახიობთან. კინორეჟისორი, რომელიც ესე კარგად მსახიობთან მუშაობს, მე სხვა არ შემხვედრი. და იდეაში შედეგიც იყო ის, რომ ძალიან კარგი ნამუშევრები გამოსდიოდა და ამაში დამეთანხმება ბევრი ჩემი კოლეგა, რომელსაც ზაზასთან უმუშავეთ. ხელძახში არ ყოფილა არანაირი დიდი შენიშვნები, ნუ რაღაცა არაფერი. თავისით მიდიოდა ეს როლი ორგანულად და სამსახლში იყო თავიდან ცოტა სხვანაირად ხედავდი და ზაზამ თხოვა მენდეო. აი რასაც გეუბნები დამიჯერეო. და
მივხვდი რომ ეს ის კაცი რომელმაც აღმომაჩინა პრაქტიკულად და რომელსაც უნდა ვენდო და ვენდე და გამოვიდა. ზუსტად ის რაც საჭირო იყო. თქვენი შვილიც აქ არის? დიახ. მანქანაშია. გიყვარდა თუ გეშინია? გეშინია. დაგხრეთენ. გაქრები თითქოს არც არსებობდი. ამას ხვდები და ამიტომაც დირი. არა? ცხენია. ცხელი ძაღლიც გამოვიდა და გახდა როგორც ვახსენე ძალიან პოპულარული. აი ქუჩაში რო გადიოდი, ეგონე რომ საერთოდ ვიღაცებს შეიძლება უცხოელიც ეგონე. ой მე ქუჩაში მეცაც გეტყვი დღესაც რომ გავდივარ, აი სვეტათი მცნობს ხალხი. ეს რაღაცა ეპიკური გამოდგა, მე მაშინ ესე არ ფიქრობდი და განსაკუთრებით ერთხელ იყო ბათუმში რაღაცა ბინას ვაშენებდი მარტო ჩუმად, ოჯახისგან ჩუმად. სურპრიზს ვმზადებდი და დავდიოდი ბაზრობაზე. და ვყიდულობდი რაღაცა ნივთებს ამ ბინისთვის და განსაკუთრებით აჭარაში. ქართული იცი? რუსი გვეგონა თუ უკრაინელი თუ ჯერთი უკრაინელი. მეორე კირიჩენკო იყო კვარაცვე და მეორე რომ დღემდე ვიღაცები მწერენ, დღემდე მცნობენ აი განსაკუთრებით ესეთ ადგილებში, ნუ ტაქსის ძღოლებს რო თავი დავანებოთ თქვათ და ისა რომ სვეტათი, რაც ძალიან კაია ჩემთვის, იმიტომ რომ რაღაცა პერსონაჟი შევქმენი, რომელიც დარჩა თაობებს. უკვე წლებია წელს ჩემი მეგობრის შვილმა მითხრა რომ წელს ნახეო და რა კარგიაო და რა კაი სერიალიო და რა კარგად თამაშობ და ისე მიხარიო რა ახალი თაობები მოდიან თქო ნახულობენ და თავიდან მოწონთ. ხო, ეგ არის ამნიშნულოვანი რომ როლი არ დაიკარგა. Кига, რა მოგივიდა? Я тебя не узнаю. Скажи, это из-за того, что я взяла другой номер, да? Рашуаши. Виттером шуаши. Ну, перепихнулись мы с тобой пару раз в молодости. А теперь мы как будто друзья. Ну не могу я так. Сейчас не могу. ხათი შორის იდეა მქონდა და ოთარ შამათავას მქონდა ესეთი რომ აი ეხლანდელი ცხელი ძაღლი რო კი არც ერთი რეჟისორი აღარ არის არც ერეკლე არც ზაზა მაგრამ ეხლანდელ ვითარებაში ცხელი ძაღლი რო გაგრძელს აბსოლუტურად სხვა კუთხიდან უკრაინელი რო ეს ქალი შეიძლება იმიტომ რომ არ მოვკვდარ რაღაცა სხვა მისით დაბრუნებულიყო და ეხლანდელი ვთქვათ სპეცსამსახურები როგორ მოქმედებენ და ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იქნება. რატომღაც და მაყურებელიც ეყოლებოდა ყველაზე რეიტინგული, მაგრამ რატომღაც არ შვება იმედი ამას, არ ვიცი რატომ. Потом Бедина. Это машина белая девятка. Вот сейчас двое вышли. По-моему, ко мне поднимаются. Что? Что мне делать? Через крышу? Хорошо. Я иду. თინეიჯერობაში იყავი ძალიან პოპულარული. გარეგნობითაც კარგად სწავლობდი და გამორჩეული გოგო იქნებოდი სკოლაში, სკოლის პერიოდში. აი პირველად როდის მოგეწონა ბიჭი? აი როცა გული აწკერდა სხვანაირად. ახში მომეწონა ბიჭი და გავექანე 3 წლის ასაკში. მე მგონი კახა ერქვა. ეზოში თამაშობდით და წავედი და ვაკოცე. ლოყაში და ძალიან გამოვცადე რაღაცა ის გაკვირვება რომ ავდექი და ბიჭს ვაკოცე. ხო.
მე სკოლაში ბავშვობაში რაღაცა მეოთხე კლასამდეც რაღაცა ბრანჭაობა სულ მქონდა მოკლედ რა და მე ჯექსონი რო შემიყვარდა რამდენიმე წელი ვიყავ მისი ერთგული მისნაირად არავინ არ მომწონდა ატენის ქუჩაზე ცხოვრობდნენ აისორები და იქ რამდენიმე ესეთივე ხვეული თმებით მუქი კანით ბიჭები ცხოვრობდნენ და იმათ ვასოცირებდი მაიკლ ჯექსონთან. მერე ნიკო გომელაურს მოწონდი სკოლის ასაკში. ნიკოსთან იყო მცდელობა, ესე იგი მოვეწონა სიყვარული ამიხსნა და მერე მეც კი უთხარი რაღაც ადვილად ხდებოდა მაშინ სკოლაში ეს ყველაფერი და წავედით ზოოპარკში ვისეირნეთ რაღაცა ვისაუბრეთ და მერე მალევე არაფერი აღარ ხდებოდა. და აი როდესაც მის თბილისი გახდი, შენ ახსენო ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა და ეს ის პერიოდია, როცა მოტაცებებიც იყო ხშირი. მიუხედავად იმისა, იცნობდნენ, არ იცნობდნენ, გოგო იყო ლამაზი, მოწონდათ, ხო არ იყო რა მცდელობა? არა, მე რაღაცნაირად ავწდი ამ ყველაფერს სკოლის ასაკში მით უმეტეს ერთადერთი ვიღაცა ბიჭი იყო ვინც არა სკოლაში მე მქონდა რაღაცა ესეთი კისმეტყვი თუ არას დონის დავდივართ სიარულები ერთი ბიჭი ძალიან გავამწარეთ და თან ნანობ მოვინანიე კიდეც მამაოს და სერიოზულად გეუბნები იმიტომ რომ რაღაცა ვაწვალებდი მახსოვს და ერთი უკან დამყვებოდა უფროსი ვიღაცა და მეშინოდა იმისი ეს სტალკერია უკვე ხო რა აგიკედება თან მაშინ არასრულოვანი დამყვებოდა ესე უკან ვამჩნევდი და მე და ჩემი მეგობარი რომელიც ატენზე ცხოვრობდა ერთად დავდიოდ სკოლაში და ერთად უკან და ამიტომ ნაკლებად მეშინოდა თან სკოლა ახლოს მქონდათ მაგრამ აი რაღაცნაირი იყო და მარტო თუ მანიაკალური არ ვიცი რა იყო რა მოვლენა იყო არ ვიცი დიდი იყო ასაკი ხო ცოტა დიდი იყო ხო ალბათ ეხლა არ ვიცი რა ასაკის იქნებოდა მაგრამ გაცილებით დიდი ალბათ მე ვიყავი 14-ის და ის იყო ალბათ 23-ის ხო ხო და ძალიან სიამოვნე იყო მაგრამ არავინ არ შემიწუხება მაგითი არავინ აი რაღაცნაირად არ ვიცი მაგრამ იმ თემას ხა გვერდია უარე იმ ბიჭს რა გაუკეთე ესეთი რომ მართლა ესე გაწუხებს არა ისეთი არაფერი აი ხან კი შეეუბნებოდი ხან არასეუბნებოდი ხან ბატონებდი ხან შორდებოდი აქედან თუ ხო სვანერის სიყვარული არაფერი ისეთი არაფერი არ მქონია მაგრამ ძალიან ვატირებდი ხანდა. შენ რა? გაგიჟდი ხალო? ხმას დაუწიე. შენ დაიწყე ჩვენი ოჯახის ღალატი. მე შესავით ბანალურად საყვარელს ხომ არ გავიჩენდი. შენს ჯინაზე სიმღერაზე კარგი შურის ძიება ძნელი მოსაფიქრებელი იქნებოდა. გაიხაროს გიორგი. როგორ ბედავ ამას, ჰა? რას უშვები ჩემს სახელს? ჩემ რეპუტაციას, ოჯახს ბოლოს და ბოლოს. აი რაც დაიმსახურა შენმა სახელმა, რეპუტაციამ და ოჯახმა. კიდევ დიდხანს ვითმინე. გაეთრე, აქედან სანამ ცხვირპირი არ დამიმტვევია შენთვის. აი შენ თვითონ გაეთრიე რა. ვინც ომი დაიწყო, ის წამიდეს. Super Mamikoi. ყოჩა ბიჭებო ყოჩა. მოემზადე ყველაზე საოჯახო მოგონებების შესახებ. ამდენ ბავშვებს კაცები როგორ მიხედა? დაგვეხა. Super Mamikoi. საბავშვო საოჯახო კომედია 9 იანვრიდან საქართველოს კინოთეატრებში. ინსტიტუტის პერიოდში უკვე გიორგი ნაკაშიძეს გაიცანი. თავიდანვე მოგეწონა თუ აი რაღაცა პერიოდის მერე გიორგი ეცადა რომ თავი მოეწონებინა. აი გეტყვი, როგორც ყოველთვის ბნელი და ცივი ის იყო პერიოდი და ქონდა ძალიან მაგარი ბუფეტი. და ნუ ამ ბუფეტში თავს ეყრიდა მთელი თეატრალური და არ მაინტერესებდა ეს უფროსები დიდად, მაგრამ ჩვენ გამოცდებს ესწრებოდნენ, ჩვენ რო ვაბარებდით, ვიცოდით და თუმანიშვილის თეატრში ქონდა გამოცდები, აი ამ თეატრში ისინი იჯდნენ ზემოთ სადღაც და გვიყურებდნენ. და მე ბუფეტში შევქროლდი, რაღაცა ავიღე, მოვქროდი და ვხედა ვიღაცა ზის და ქანაობს კამზე, ოღონდ უკანა აი ესე რო გადავყირავდი, ხა და უკანა იმაზე რა, რაღაცა ძერკა ზის რა.
ხო და ის რაღაცა გავიხუმრეთ, რაღაცა და ფქენი ხელით და გადმოყირავდა და დაეცა და არ ვაპირებდი ახლა დაგდებას. აი რაღაც წამოხდა, გაბრაზდა რა. ხო, გაბრაზდა. ხო და ეს ტეტ-ა-ტეტ თვალებში არ საერთხელ არ შეგვიხედე, რას საკეთებო რა? მეთქი აუ გავიხუმრეთ ხო რა ვიცოდი რომ დაეპერტყებოდი თქო და წავედი. სპარტაკში მქონდა რეპეტიციები და ვიყინებოდით თითებს ვერ გზნობდით და რამდენიმე დღეში დგას გიორგი უცებ იქა სპარტაკში და უჭირავს ჩაი. ჭიქაში. და ესე მოგიტანეო იქნებ უგესიამოვნოს ხელი ჩაიო ცივაო და ანა და მესიამოვნე ჩაი და მას მერე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. სიყვარულში გამოტყდომა იყო? კონკრეტული თუ აღარ იყო სიტყვები საჭირო? რა ისეა, ვერ ვიხსენებ, რომ კონკრეტულად გიორგიმ სიყვარული ამიხსნა, უბრალოდ იმდენად ბუნებრივად განვითარდა ჩვენი ურთიერთობა და გაზაფხული დაემთხვა, ზამთრიდან დაიწყო და დავდიოდით ამ ვარანცოვის ხიდზე და რაღაცა კარგი იყო რა, ძალიან კარგი იყო. მე ზაფხულში წამიყვანა დედამ სოხუმში, ბოლო წელი იყო სოხუმისში რომ დავდიოდით და პიცუნდაში და სინოპში და გიორგიმ ჩამომაკითხა და თეატრალურ საზოგადოებაში ვიყავით და გიორგიმ რაღაცა თავისთვის ნომერი აიღო და იქ პლაჟზე ნუ დაეჩემარა და ინახა გული გაუსკდა რომ რა არის, რა დროს ის არის და მეორე კურსელი ვარ დამწყები მსახიობი 19 წლის ლამაზი გოგო და რა დროს ის არის გიორგი. ცხვირი არ მოწონდა გიორგის. ხო და უნდოდა რომ მამაჩემისნაირი ქონდა და აი ესე განვითარდა, ნუ რო ჩამოვედით და ზღვიდან მე კიკეთში ცერცხალ მოკითხა და მე შემოდგომაზე უკვე გადავწყვიტეთ რომ დავქორწინდეთ. და მშობლების რეაქცია როგორი იყო? აი გასაგებია რომ პატარა ხარ გეტყოდნენ და მოდი ჯერ დაიცადე. დედაჩემს არ უნდა და მამაჩემსთან მივედი და უთხარი რომ აი ესე და გიორგი ნაკაშთა და რაღაცა და მადლობა მომიხადა რომ არ გავიპარე, არ გავიქეცი და არაფერი არ ვქენდა. მივედი და ადამიანურად უთხარი და იცნობდა გიორგის მამა ცოტნე ნაკაშიძეს და აქედან გამომდინარე მამისგან მხოლოდ ხელშეწყობა მქონდა და ნუ დედაც დანებდა დედს რა იქნა. აი ესე შემოდგომაზე დავქორწინდით, მაგრამ რა თქმა უნდა არ მეღერს არც ნორმალური ქორწილი არაფერი, იმიტომ რომ დაიწყო ეს სამოქალაქო ომი და ძლივს მივედით ხელის მოსაწერად და მე ძლივს მივედით რიტუალებში, მე რიტუალებში უკვე ცხრის ნახევარზე მკვდებოდი შიმშილით ისე აღარც ქორწილი მინდოდა არაფერი ისე მინდოდა რომ მეჭამა და აღმოჩნდა რომ ბეჭდები დაგვრჩა ლურჯ მონასტერში წავიდნენ მეჯვარეები მოიტანეს ბეჭდები მოკლედ გაუთავებელი იყო მე ისე წავედით და ორი დღის მაგალითად ერთ დღეს ჩავედით და მე რო შევედით ეკლესიაში რო ბოლოს და ბოლოს ჯვარი დავიწეროთ წირვა დაგხვდა და დავიმხეთ მუხლებზე და დიდხანს მიდიოდა წირვა და ბოლოს რო დამთავრდა ეს ყველაფერი მამაჩემთან სახელოსნოში ავედით, გავიხადე ეს კაბა, ჩავიწვი, იყო მერე კეიფი რა, მაგრამ მერე წავედით ტალინში და მერე ჩამოვედით კიდე ერთი ქორწილი ქონდა. ხო, ანუ ორი ქორწილი იყო. 4. 4 ქორწილი? ხო, ერთი მამაჩემთან, მეორე დღეს ჩემთან, ახალგაზრდობა, მერე ტალინის, მერე გიორგისთან, მერე კიდე რაღაცა. ანუ 4 ქორწილი, მე მგონი ძალიან ცოტა შემთხვევა რომ 4 ქორწილი ქონდა ერთ პერიოდში. ეს 4 ქორწილი იყო სახლებში სულ, ანუ მე მინდოდა საბანკეტო დარბაზი, ცეკვები, სიმღერები და ეს იყო სახლის ქორწილი. ხო, ნუ იმ პერიოდში რის საშუალებაც იყო, ეგ იყო. კი, მაგრამ კაი დროს ვატარებდით. კი, ბატონო. ორი სახეობის თანაცხოვრება. არ არის მაინც კონკურენცია, რომ იგივე ორივეს უნდა წარმატება, ახალი როლები. თუ ეს ყველაფერი რჩებოდა თეატრში და ოჯახში არ ხდებოდა ამ თემაზე საუბარი. ვერა, გიორგისთან ერთად რო ცხოვრობ, არ არსებობს რომ ამას გაიქცე, იმიტომ რომ გიორგი ძალიან სერიოზულად ემზადება როლისთვის. ყველას თავის მეთოდი გააჩნია რა. ჩემთვის ინსპირაცია არის სხვა, გიორგისთვის სხვა. მაგრამ გიორგის შესთავაზეს ერთხელ რომ თოვლის ბაბუა იყოს საბავშვო ბაღში დამატებით შემოსავლისთვის ჩემი მეგობრის ბებიამ
გიორგიმ ორი კვირა იფიქრა დაწერა თოვლის ბაბუის ბიოგრაფია, ისლანდიაში რო ცხოვრობს, ირმებს რო დაყავ, როგორი ირმები ყავს თუ რაღაცა და მე უარი თქვა, იმიტომ რომ აი ვერაო რა. აი ესე უყურებ საქმეს, აქედან გამომდინარე გიორგი რა როლზე მუშაობდა, იქ უნდა ყოფილიყო სიჩუმე, თალკე წერდა, რაღაცა კინოებს უყურებდა რაღაცა. მე უფრო მარტივად ჭოლასთან განსაკუთრებით გადამკიდე და საერთოდ უფრო რაღაცნაირად ვუდგები, ბედნიერად, happy შეგრძნება მაქვს რა. აქედან გამომდინარე გიორგის ითვლებოდა მძიმე შრომად და ჩემი მარტივად. არავის არ ვედრები და საერთოდ ყველას თავისი ადგილი აქვს, თავისი ნიშა და თავის გზა, მაგრამ სადღაც რაღაც მომენტში, სარდაფში, აი განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა შენ აღნიშნე რომ მე აქიდან მივბოდი თუმანიშვილის თეატრიდან და სპექტაკლში და გამომდიოდა კვირაში 8 სპექტაკლი მითამაშია და როგორ 7 დღეა და გამოდიოდა რომ ერთ-ერთი სპექტაკლი იყო ან ორი ზედიზეთ აი მან უკვე დავიღალე იმ შეგრძნებით რომ რაღაცნაირად მე თან კარგ ხასიათზე ვიყო თან სახში საქმე ვაკეთო თან ბავშვი ვზარდო თან 8 სპექტაკლი ვითამაშო კვირაში და მაინც გიორგი არ თulis რომ ეს არის რთული და თან უკვე ვიღებდი ცხელძაღში და დავიღალე ამ ყოფით დავიღალე ეს თქვი ამის გამო მოხდა რეალურად ჩვენი დაცილება სხვა მიზეზი არ ყოფილა იმიტომ რომ დამღალა სახშიც იმის მტკიცებამ რომ ყველაფერი კარგად იქნება მივხვდი ოპტიმიზმის შემოტანა მუდმივმა აქითაც გინდა ხანდახან დაგამშვიდონ და ყველაფერი კარგად იქნება და საყრდენი გქონდეს. აქედან გამომდინარე მე მივხვდი ეს მოხდა როცა მე გავხდი 30 წლის. მე მივხვდი რომ თუ გაგრძელდება ეს იქნება სულ ესე ჩემი ცხოვრება და უარი ვთქვი ამაზე. თუმცა გიორგისთვის ეს იყო საკმაოდ არ ელოდა რომ ესე კი ჩხუბობდით ხოლმე და ხა ჩხუბი რა თქმა უნდა ყველას აქვს და კაი ჩხუბები დაცილებები შერიგებები ქონდა მაგრამ აიც ალბათ არ ეგონა რომ ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება იქნებოდა და არ იყო ადვილი პროცესი მაგრამ მოხერხდა ისე რომ ჩვენ დავრჩით ადამიანებად, დავრჩით მეგობრებად, დავრჩით უსაყვარლესი შვილის მშობლებად და საერთოდ ისეც ვკითხულობთ და ურეკავთ ერთმანეთს, სპექტაკლებს ერთად ვთამაშობთ და რამე რო იყოს და გამიჭირდეს, მე ვიცი რომ გიორგი ჩემ გვერდში დადგა. ხოდა ეს ძალიან მაგარია. თუმცა 11 წლიანი თანაცხოვრების მერე არის გაუცხოვება. იმიტომ რომ მაინც წენაა. არის. ხო, მით უმეტეს როდესაც უფრო გიორგის მხრიდან. ხო, იმიტომ რომ შენი გადაწყვეტილება იყო და შენ გადადგე ეს ნაბიჯი. აი იმ პერიოდში ვცდილობდი დარეგულირებას, რომ დავივიწყოთ წარსულში დავტოვოთ ყველაფერი და მინიმუმ კოლეგები ვარ თეატრში და გვიწევს ხშირად ერთმანეთის ნახვა. მე გიორგის უთხარი რომ ესე ვეღარ გაგრძელდება. იყო მტკივნეული პერიოდი იყო ჩემთვისაც. ისევ გიყვარდა? გიორგი ეხლაც მიყვარს, გიორგი ადამიანურად ძალიან მიყვარს. ხო, მესმის. უბრალოდ შეყვარებულობის შეგრძნებას ახშობს წლების განმავლობაში დაგროვილი სიმძიმე. ხო. უბრალოდ თანაცხოვრება არ შეგიძლია ადამიანთან. აი, არის რომ ბიოლოგიურად შეუთავსებელი ხთე, ბიოლოგიურად კი არა, ქიმია რა დავარქვა, არ ვიცი. გიორგი რომ რაღაცაზე, პოლიტიკაზე თუნდაც რაღაცა ჩხუბობდა და ძალიან ემოციურია და გურულია და გამოხატავს ამას ემოციურად. მე აი აქ მიმივიდა ხოლმე, უკვე ნევროზულად გადამდიოდა. მე თანაცხოვრება აღარ შემეძლო ერთ სივრცეში. გიორგი ეხლა ვთვლი რომ არის განათლებული, არის წესიერი, არის კაცური კაცი, არის ნიჭიერი, არის მაგარი მსახიობი. ბევრი ძალიან კარგი თვისება აქვს, რაც ძალიან ბევრს არ აქვს. უბრალოდ აუცილებელი ხო არ არის რომ გაუძლონ ადამიანებმა ერთმანეთს. არ ყოფილი, აი მე ვამბობ რომ რთული იყო, მაგრამ ტრაგედია არ ყოფილა. არც ჩვენი შვილისთვის არ ყოფილა ტრაგედია. ხო, აი შვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ იყო დაახლოებით 9-10 წლის, ხო?
და მოგიწევდათ ამ თემაზე საუბარი, რომ აი რატო აღარ ვართ ერთად თუ არა? იცი რა, არ ყოფილა ეს მომენტი, აი რაღაც ადვილად გაიარა ყველაფერმა, იმიტომ რომ დღეს მაგალითად უთქვას ჩემს შულს, რომ თქვენ რო ერთად გაგეგრძელებინა ცხოვრება, მე ალბათ ნევროტიკი გავიზრდებოდი და მადლობა რომ ლაშორდით ერთმანეთს და ერთიც მიყვარს, მეორეც მიყვარს და ორივე შეგიძლიათ ჩაიდალიოთ ერთად რა. კი ბატონო, ხო. ხო, არ არის ესეთი ტრაგედია რა. ნამდვილად თუმით უმეტეს, როდესაც ხვდები, რომ შედეგი უკეთესია ვიდრე თანაცხოვრების დროს გამოდგმებული კონფლიქტები. ეკა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, გიორგიმაც მომიყვა ისტორიაში და შეც მინდა კითხო. როდესაც აფხაზეთში წავიდა გადაღებებს და შენ აღმოაჩინე, რომ ორსული ხარ. და ეს დაუმალე, ხო? რო არ ენერგიულა რაღაც პერიოდში. არა, მე აღმოვაჩინე, ხო, ორსულობა აღმოვაჩინე, როცა გიორგი იყო უკვე იქ და ორი თვით იყო წასული ორთვანახევრით და ეხოსკოპია ეგრე გამოვიდა, გავაკეთე სადღაც შუაში. და არ მინდოდა ტელეფონით ესეთი რამის თქმა. ძალიან საგიჟეთები ყო გამოვლილი რა. აი, რომ მირეკავდა და თან სახლის ტელეფონზე მაშინ მობილურები არ იყო და ეს რაღაცა მუხამ ჩაიფრინა თუ რაღაცას მეუბნებოდა და მე ვიცი რომ ორსულად ვარ და გიორგი მარიც ვიცი რა მოხდება, ხო? აი რა ვიცი რა მოხდება. ძალიან რთული იყო. და რო ჩამოვიდა ვიდეოში მერე უთხარი, ხო? ერთი დღე რაღაცა სოფელი ზე მოხდა შეტევა და რაღაცა განადგურდა და მის ჩვენს მეჯვარეებს ეგონათ ალბათ ერთმანეთს დაურეკეს, არ ვიცი, 4-ვე ერთად მოვიდა. დათო საყვარელიძე, ძიმა ჩიკვაიძე და ნანიკო ხაზარაძე, სოფიკო კუპრაშვილიდან ყველა ერთმანეთში მეგობრობდნენ და მოვიდნენ და იჯდნენ მთელი დღე და თურმე იციან რომ ის სოფელი, რომელშიც გიორგი იყო იდეაში, ის აფეთქდა. და ზარსელოდებოდნენ ჩემთან. იმიტომ რომ რო დაერეკა ვიღაცას რომ იყოფილიყვნენ. და მე დარეკა გიორგიმ და აღმოჩნდა რომ იქიდან წამოვიდნენ წინა დღეს. აი ესეთი რაღაცები. ძალიან რთულია. ბრძოლაში დაღუპულები პირდაპირ სამოთხეში ხდებიან. არტელიანი და ეგრე ამბობენ. ჩვენი მტრებიც ხომ ბრძოლაში იღუპებიან. გამოდის იქ რა, ერთად უნდა ვიყოთ, თუ როგორ არის ეგ ამბავი? ეგ არავინ არ იცის. გაგრძელდა ცხოვრება და 23 წელია შვილებს შორის ხვეობა, ხო? იმ პერიოდში შეიძლება ბოლომდე ვერაცნობიერებ დედობას. იმიტომ რომ პატარა ხარ, აი ყველაფერი მაშინ იწყება და აი მეორე შემთხვევაში უკვე გაცნობიერებული დედა ხდები. აი ეს როგორი იყო ამ ხელაშუალედის მერე, ანუ კიდე ბევრი ფიქრი მოგიწია იმაზე, რომ კიდევ ერთი შვილი დაგეჩინე თუ არა? ძალიან მინდოდა იდეაში მეორე შვილი, იმიტომ რომ მენანებოდა თავი იმისთვის, რომ მხოლოდ ერთი შვილი გამოჩინა და დრო გადიოდა. და მე ვერ ვიპოვე ადამიანი, ვისთან ერთადაც შევქმნიდი კიდევ ერთხელ ოჯახს. შეიძლება კიდე გამოჩნდეს, მაგრამ მანამდე რა გამოჩნდა ყველაფერი წინდადის. და ყოველთვის როცა მეგობრებში, აი პირველად ვამბობ ეს რამეს, მეგობრები რომ ვისხედით ხოლმე და აი ეკა შენ კიდე უნდა გააჩინო, ჯერ ვერ ვიპოვე შვილის მამა. აი ესეთ ფრაზას ვამბობდი. მე არასდროს არ ვამბობდი, ჯერ ვერ ვიპოვე მეორე ქმარი. მე გადავახვიე და მივხვდი რომ ჩემი კოდი იყო შვილის მამა, ვერ ვიპოვე ჯერ და მე მოხდა ეს 2014-ში შევხვდი ადამიანს, რომელიც თანაც გაჩნდა რაღაცა გრძნობა და ძალიან ეს ურთიერთობა მახსენდება ბედნიერების შეგრძნებით. ანუ სულ ვიყავი ბედნიერი. აი ცოტა რომ მიწიდან აქწევენ და კარგად ხარ. და მე მიხარია რომ აი ესეთი ადამიანისგან მე გამიჩნდა მეორე შვილი, ანუ რომ გავიგერო ფეხმძიმედ ვარ. შეიძლება რაღაცა ორჭოფობა მქონდა რომ აი გავაჩინო ახლა ბავშვი თუ არა, მაგრამ მე დედაჩემაც მითხრა რომ შენ ყოველთვის ინანებ ახლა რო არ გააჩინო ბავშვი და მე ძალიან მაინტერესებდა ჩემი მეორე შვილი როგორი იქნება. და ესე მოხდა რომ 23 წლის მერე მეორე ბიჭი. ერთადერთი ცოტა გოგო მინდოდა რომ გამომეცადა რაღაც თმების კეთებები და ლამაზი კაბების ჩაცმები, მაგრამ ეხო რო გავიკეთე და ესეთი კურნოსა ზუსტად ესეთი პროფილი ქონდა, როგორც მერე გაჩნდა. დავინახე ეს უკვე ამან უკვე ყველაფერი გადაწყდა. და მეორე შვილის მამასთან ქონდა ურთიერთობა თუ რაღაცა ეტაპზე დაიძაბა იმ დროს?
არა, პირიქით, მასაც უნდა შვილი ძალიან, უბრალოდ აქაც ერთად ყოფნაზე ვერ შედგა შეთანხმება, იმიტომ რომ, იმიტომ ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ მე წავედი ამერიკაში და იქ გავაჩინე მეორე შვილი, ჩემ მეგობრებთან. ამერიკაში რატო წახვედი იმ პერიოდში? მე 7 თვეში წავედი, რაღაცა დეპრესიული მდგომარეობა მქონდა. და მანამდე 5 ჯერ ვარ ნამყოფი ნიუ-იორკში მყავს ძალიან კაი მეგობრები და მითხრეს რომ მოდი ჩამოდი და გადაერთე და ჩავედი გადასართველად იმისთვის რომ ვიყიდო კარგი რამეები ბავშვისთვის რომელსაც ველოდები და ხასიათი გამოვიკეთო თუმცა მე გამოვიდა რომ ტონუსი მქონდა მომატებული ვიყავი 43 წლის უკვე და იქ მამითხრა მე არ გირჩევთო უკან დაბრუნებას ანუ ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა ამერიკაში ბავშვს გაჩენა და იმიტომ რომ მოქალაქეობა და რამე მაგრამ ეგრე გამოვიდა შემეშინდა იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცოდი რომ ჩემთვის ახლა რეალურად ბოლობა ვერ გავრისკავდი ხო, რისკი იყო. აქედან გამომდინარე, გავაჩინე იქ ბავშვი, საკეისროთი და პირველი 2 თვე პრაქტიკულად მარტო ჩემ მეგობრებთან ცხოვრობდი, მაგრამ ისინი დილით მიდიოდნენ, მოდიოდნენ, მე ვიყავი ამ ადამიანთან ერთად. ნუ გაჩნდა ისეთი, როგორიც აი რუინატრებ რა, აი მე არ შევაწუხო დედა. აი ესეთი მიმიცი. 7 საყვარელი წყნარი არც ტირო და რაღაცა კეთილი გამიღიმა მესამე დღეს გაჩენიდან აი ესეთი ადამიანი და დღემდე ესეთი. მაგარია. ხო არ ფიქრობ დარჩენას? არასდროს. მე ჯერ ერთი რომ ბავშვი რო გავზარდო, აქ ბევრად უფრო ადვილია. აი ყველას ვეტყვი ამას. იმიტომ რომ აქ მყავდა ძიძა. აქ მყავს სახლი კარი მაქვს, აგარაკი მაქვს, დედა მყავს დედის მეგობრები, ჩემი მეგობრები და ასე შემდეგ. ეს თავისთავად ისეთი მოცემულობაა, როცა შენ ბავშვს დატოვებ სპექტაკლი რო გაქვს და არ უნდა იქ უზარმაზარი ფასი ღირს დამხმარე ქალი და დედა არ აყავს იქ და სახლში იხდი გადასახად. ანუ იქ რო ზარდო ბავშვი უნდა თან იმუშავო. ეს ბავშვი ყავს გახანგრძლივებულ ბაღში ან სკოლაში. იმისთვის კი არ გავაჩინე ამ ასაკში რომ ეს გადასაგდებად გქონდეს და სადღაც ისდებოდეს, ხო? აქ ზაფხულში მიმყავს აგარაკზე ვასუნთქებს ჟანგბადს, ზამთარში მიმყავს ბაკურიანში ვაყენებთ ხილამურზე, ვატარებთ ცურვაზე და ასე შემდეგ ეგვიპტებში მყავდა. ანუ ყველას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ბევრად უკეთესი კარგ ხილს ვაჭმე. მიხვდი? ხო და იქ არასდროს ამიტომ არ მიფიქრია დარჩენა. ჯერ ერთი თავიდანვე სანამ ბავშვს არ გავაჩენდი, მაშინაც არ მიფიქრია, თორემ მართლა მქონდა ძალიან ბევრი შესაძლებლობა. იქ რა უნდა ვაკეთო? ან სხვის ბავშვს მოუარო, ან მაქსიმუმ მეიქაფი უკეთო ვიღაცას, ან არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მომსახურე პერსონალი ვიყავ. ხო არ სახეობი მიღებენ, ვთამაშობ სპექტაკლებს, ჩემ საყვარელ პროფესიაში ვარ, ყავს მეგობრები და ასე შემდეგ. რას თავარია კომფორტულად ხარ და ხო, რა თქმა უნდა, შენი არჩევანია. მეცაც გეტყვი შარშან წინ წავიყვანე პირველად ნიკალა იმის მერე რაც ჩამოვიყვანე 2 თვის ასაკში ამერიკაში, ნიუ-იორკში, ჯერ ყველა ჩემ მეგობრებთან დავიარეთ და ყველას მეგობრების შვილებთანაც დამეგობრდა და გადაირია ამერიკას გაგიჟდა ნიუ-იორკში, ბროდვეი შოუებზე, ამებს ყველაფერზე ჩამოსვლა არ უნდა და მაგრამ ვიზა მიმთავრდებოდა 10 წლიანი. აგვისტოში და ჩვენ ვიყავით 4 ივლისში წამოვედით უკან. ანუ ჩემი მიზანი რო ყოფილიყო რომ ეგ დავრჩე, ზუსტად გამოვიყენებდი ამ მომენტს. ნიკალა პატარაა ჯერ ახლა პროფესიაზე რო ვიფიქროს. გეტყვი, ამას წინა დამიწერა. მე მინდა გამოვიდე რეპერიო. მე კი არ დამიწერა, ფურცელი ვიპოვე. მე მინდა გამოვიდე რეპერი, ტაიკვანდოელი და კარგი მილიონერიო. ოჰო. და კარგი მილიონერი ძალიან დამაინტერესა რას ნიშნავს. კეთილი აღმოჩნდა. რო ჰოუმლესებსო დავეხმარო. უსახლკაროებსო დაეხმარო. რა მაგარი მიზანი ქონდა. აი ესე უნდა. კარგია. თან რო ტაიკვანდო იცის და თან რო რეტავს. ხო, საინტერესო კომბინაცია ძალიან. უფროსი შვილი ოპერატორია, ხო? უფროსი შვილი არის ოპერატორი, მუსიკალური პროდიუსერი, ანუ თვითონ ქმნის კომპოზიციებს ელექტრონულს და უბრალოდ დიჯეი კი არ არის, მუსიკას წერს და
საკმაოდ წარმატებული და რაღაც პლატფორმაზეც არის და დაწერეს რაღაცა ძალიან კაი ალბომი და ალბომია გამოსული. ამავე დროს არის ოპერატორი და რეჟისორი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი რეკლამა გადაღებული და დოკუმენტური ფილმები და მუშაობდა პირველ რიგზე ურბან სპორტში, სანამ იყო და ნახევარი მსოფლიო შემოიარა და ფილმებია გაკეთებული და პლუს წელს შარშან უბრალოდ გადაიღო თავისი პირველი მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ეხლა ველოდებით როდის დაამონტაჟებს და როდესმე რო გამოუშვებს, ხო? და იმისაც არის რომ მშობლებიც გადაიღოს, ორივე წარმატებული ორივე ვითამაშეთ პატარა როლი. ეპიზოდებში გიორგი მასტანიც ვიქამთ. შვილ რეჟისორი. კარგი, იმიტომ რომ ვენდობი აბსოლუტურად ძალიან კარგი ხედვა აქვს და ნახე რაღაც ეპიზოდები და ჩემიც და გიორგისიც ძალიან მომეწონა. არ გეზარება ყოველ დღე გრიმის ტყუილად გაკეთება და მოშორება? ეს სულელური კითხვაა. რომ მეზარებოდეს ხო არ გავაკეთებდი. ვინმე სხვა რებრანჯები? კი. ჩვენს თუთიყუშებს. ანა მე არ მახსოვს და არ ვიცი რომ როლი გინდა. უბრალოდ არ მინდა თქვან ოდისე თავის ცოლს ათამაშებს სპექტაკლებში. ამაზე ბოლო 10 წელია აღარ საუბრობთ. ეხლა რა გეტაკა? რა ვიცი. სევდა შეგამჩნია. ეკა, ერთი თემა იყო კიდე 2000-იანების დასაწყისში, აი როდესაც სარდაფი არ იყო, დაარსე ჯეარტი. ეს იყო სააგენტო, სადაც გაერთიანდნენ ქართველი მსახიობები და მიდიას შანსი მიეცი მათ, რომ არა მარტო საქართველოში დაინტერესებულ რეჟისორებს ენახათ საზღვარგარეთაც. მაგრამ ერთი ნიუანსი იყო. სარდაფი იყო უკვე. იყო უკვე. შენ როგორც მსახიობი ხوار გადაწიე უკან? იყო. კი. და ხوار გინანია. რეალურად იხეთ ისეთ საქმე ვქენი, რომ არ მინანია. ხო. იმიტომ რომ ქვეყანას ძალიან ჭირდებოდა. სარდაფი იყო, ეს იყო 2000 სადღაც 3-4 წელი, როცა ირაკლი ჩოლოყაშვილი და მე ვლაპარაკობდით, რომ აი ხო შეიძლება ვინმე სხვაგანას დაგვინახოს, ნუ გავიგეთ თეატრში ვთამაშობთ, ბევრი სპექტაკლები გვაქვს, კინოს, როდის იღებენ საერთოდ კაცმა არ იცის. და ვინ დაგვინახავს და გადავწყვიტეთ, რომ გადავაგზავნოთ რაღაც სააგენტოებში, რუსეთში სხვათა შორის და ამბავი სჭირდებოდით მაშინ ჩვენი ფოტოები. მერე სარდაფი, ბაკის სარდაფი დაიხურა და 8 სპექტაკლი კვირაში რეჟიმის მერე დავჭი უცებ აბსოლუტურად უსაქმოდ. ცოტა ხანი დავისვენა და მივხვდი, რომ აღარ შემიძლია ამდენ დასვენ. მე მიყვარს მოქმედება. ხო. და აი 4 ჩემი მეგობარი შევკრიბე, 2 გოგო და 1 ბიჭი და უთხარი 3 ეკა და 1 გია და უთხარი რომ ესეთი იდეა მაქვს, მოდით რა ბაზა გავაკეთოთ, მსახიობების არა გვაქვს, რაღაცა იყო აი ძალიან ქაღალდების და პაპკების დონეზე ინფორმაცია კინოსტუდიის არქივში, რომელიც დაიწვა და ვსო, მეტი არაფერი არ იყო. და ყველა რეჟისორი დადიოდა იმაზე, რა ქვია, თეატრებში რომ ენახათ მსახიობები და რატომაც არა ვთქვით ჩვენ და დავიწყეთ, ვიქირავეთ ოფისი და დავიწყეთ, მოვიყვეთ მეიქაპი, ვალამაზებდით ამ მსახიობებს და უღებდით ფოტოებს, ფოტოგრაფი ვიქირავეთ. პირველი 10 რო წამოვიდა, მათ შორის გიორგი და დუტა და ასე შემდეგ ავტორიტეტები, მერე წამოყვნენ ძალიან ბევრი და ამავე დროს მე კალიფორნიაში ვიყავი 2008-ში USAID-ის პროგრამით და იქიდან წამოვიღე რაღაცა გილდიის ხელშეკრულებები, რუსეთიდანაც ავიღე შაბლონად გამომიგზავნეს და რაღაცა ქართული ტიპის ხელშეკრულებები, რომელიც მსახიობს იცავს დამკვეთისგან და დამკვეთსაც რაღაც გარანტიას აძლევს, შევიმუშავე და მე გავაკეთე ეს ხელშეკრულებები, ეთყობა იურიდიული ისიც მაქვს რაღაცა, იქი მობაილური. ხო და მოკლედ ძალიან ვებსაიტი გაჩნდა, რომელიც ძალიან გავხარდათ უცხოელებსა და ძალიან ბევრ უცხოელებთან მოგვიწია ურთიერთობა. რუსების გარდა იყვნენ ლიტველები, უკრაინელები, ჰოლანდიელები, გერმანელები, ბრიტანელები, აი გასაკვირად ჩამოვიდა ამერიკელი პროდიუსერი, კი არა კასტინგ ასისტენტი რობინი, რომელიც იყო ტერენს მალიკის კასტინგ ასისტენტი და 4 ქართველი მსახიობი აურჩიეთ და მოწონდა
და მე აღარ გადაიღო ეს ფილმი. ქართულად უნდა ეთამაშეთ უცხო ტომი იყო რაღაცა ისე და ანუ ძალიან წინ წავედით რა. და საკუთარ თავს თუ სთავაზობდი. აი ამ დროს ცოტა უხერხულობის მომენტი ხო არ იყო რომ რეალურად კი დამფუძნებელი ხარ, მაგრამ მსახიობი ხარ. ნაკლებად ვთავაზობდი და მე ვიყავი ძალიან აქტიური ამ შეთავაზებებში და ნაკლებად ვთავაზობდი. მე ჩემ პარტნიორ ორი გოგო რო ყავდა, სამი ეკახო ვიყავით, უთხარ რომ თქვენ იყავით ჩემი აგენტები, მთელი საქართველოს ვთავაზობდი, ახლა ვიღაცას შესთავაზეთ და ამის გამოისობით, ესე ვთქვათ, სომხურ ფილმში მოვხვდი რაღაცა როლზე, სევანზე, ძალიან მაგარი იყო ეს გადაღებები. კარგი ჰონორარიც მივიღე და რამდენიმე კიდე რეკლამა და პროექტი შედგა. ოღონდ მე ჩემ თავს რანაირად მივიღე. მე ეხლა გაჩენილ აგენტებს, აი ეხლა რომ ბევრი მომრავდა, ვთავაზობ რომ იყვნენ ჩემი აგენტები, იმიტომ რომ მე შეეშინდათ იცი ურთიერთობის რეჟისორებს, იმიტომ რომ სხვის უფლებებს სულ რო იცავდა რეჟისორებს და ფილმის დირექტორებს ეკამათები ჰონორარზეც, წესებზეც, რეჟიმებზეც და ის კონტრაქტი ხო არ არის მარტო ფული, ხო? აქედან გამომდინარე, შენ უკვე აღიქავენ როგორც მტრული ძალა, რომელსაც უნდა მეტი მიიღოს მსახიობისთვის და მას უნდა ნაკლები გასცეს, ხო? პროდიუსერის და აგენტის მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი, იმიტომ რომ ისინი შეშინებულები იყვნენ რაღაც ცოტა ხო, შევაშინებენ. იქ რო რაღაც მაგრამ ესე არ არის, ახლა უკვე ყველა მსახიობმა იცის თავის უფლებები და ყოველთვის როგორ არის ძალიან კარგი რომ ესე არის. ეს შავჭირად წოდებული სოციალ-დემოკრატები ფიქრობ ჩვენამდეც მოაღწევენ და აი მაშინ შენ მიშველი. აი სწორედ მაშინ გმართებს ქართველებს გონისხმიერება და თუ გნებავთ ერთ მუშტად შეკრა. ერთ მუშტად შეკრული ქართველები. აბსურდია. ხომარაჯობებ და თემა შეგვეცვალა ბატონო ყარამანა. პარანორმალური მოვლენები. აუ, ხდებოდა ხშირად, ხო? რაღაც ნივთების დაკარგვა იყო. უბრალოდ გაუჩინარება. ხო, მე საერთოდ ბავშვობიდან არა ვარ მთლად რეალისტი. მე ვარ ცოტა ზღაპრესტი, ანუ ზღაპრების სამყაროსი მჯერა, მიყვარს. აი დღესაც უყურებ სერიალებს, რომელიც არის ზღაპრებში და გიждდებოდი ნარნიისნაირი წიგნი, სხვანაირად ერქვა, მაშინ რომ კარადიდან შედიან. აი მართლა დღეს რო გავაღო კარადა და გადავწიო განსაცმელი და იქ ტყე დავინახო, ჩემთვის ეს არ იქნება, მე გავაფრინე. იქნება რომ სხვა პარალელურ სამყაროში მოვხდე. აქედან გამომდინარე, მე უფრო მგრძნობიარე ვარ ალბათ რაღაცის მიმართ. აი ეხლა რო გითხრა, მართლა აი ნარნიის სამყაროს რომელსაც მჯერა, მე მითხრეს რომ თუ დავიკითხე სადღაც რომ ხახვის ფურცლები და ნივრის ფურცლები ხელით რაც ძვრება არის იმათთვის ფულის ერთეული და აი აგარაკიმა კიკეთში კარგად ამიგდია შემიგროვებია და გავსულვარ და დამიყრია. იქნება მართლა. ხო ეს გჯერა შინაგან. და მე მჯერა სხვა განზომილებების პარალელურის. მე მჯერა სიზმარში მე მაქვს რაღაცა სახლი, სადაც ხანდახან ხვდები, ზიურის ტერიტორიაზე რაღაცა სხვა ქალაქი, რომელშიც მე პარალელურად წარმოსახ, ხო, ანუ იმ ოღონდ რეალობაში კი არ ვფიქრობ, რომ ზიურის ტერიტორიაზეა. სიზმარში ხვდები და ისევ აქ ვარ. მაქვს გახსენებული. აი ესეთ სიზმარი ყოფილა რო აქდენია, რაღაცა დაქსიზმრებია და მე რეალობაში მომხდარა, ან მინიშნება მიგიღია? რაღაც მინიშნება მიმიღია და მე ლაივშიც აი ინტუიტიურად მქონია წინათგრძნობები, რაც ამხდენია. არა, აი ნივთები რო იკარგებოდა სახლიდან, არ გაშინებდა? არა, ეხლაც ხდება. ნამდვილად დავდე და გაქრა, რა შვებიც, აღარ ვიწყებ ძებნას. თხელი ჩავიქნია რა, აზრი არ აქვს დროის კარგვა. თავისით ჩდება მე. მესმის, მაგრამ შიშის მომენტი არ არის? აი შეიძლება რაღაცა არ ვიცი, რაღაცა. არა, ესე ახლა რო ეს რო აქედან უცებ გაქრას, რა თქმა უნდა გაგვიკვირდება და შეგვეშინება, მაგრამ მაშინ საათი რო ტელეფონი გადადებული იყოს, იქნებ გადავდე და არ მახსოვს და უცებ აგაღმოჩნდა.
ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. რაღაცა რაც ნამდვილად იცი რომ დაადე სადღაც და აღარდებზე სახში არავინ არ არის ეს მართლა არ არის ხელწამოსაკრავი მომენტი და სახში რო ჩამოხვალ აგარაკიდან თბილისში შუა ივლისში და არავინ არ არის შენ რო გასაღებით კარი და ცხელი ჩაიდან იხვდება გაზზე ოღონდ ელექტრო არ არის ელექტრო შეიძლება ჩაირთოს რა ვიცი ახლა დააფრინდა რამე და ჩაირთო გაზზე ჩაიდანიც არა ჯეზვეი ცხელი წყლით დუღარეთი და არავინ არ არის და არავინ არ არის სახლში და არც ყოფილა და იწყე ფიქს რომ რომელიმე ქმარი ყოფილი დედა ჩემი ვინმე ხო არ იყო შემოსული გასაღებისას აკრო ხო არ დაიდუღა ხარ ვერც ნუ არ არსებობს ეგეთი რამე რომ რომელიმე შემოვიდეს ჩაი ადუღო და გაწაბიდა ხო არა ძალიან აუხსნელია რა ვერცნი მაგას ანუ რა ხო და ესეთ შემთხვევები მქონია მაგრამ ეს არ მაგდებს არც შოკში არც პანიკაში არც ასწარკვეთაში ხო არ ვიცი შეიძლება მიეჩვი ეგა თორე რეალურად ხომ მე რო იგივე დავემართო და დადუღებული წყალი დავინახო ხო ავიცი შეიძლება არ ვიცი ვუშვებ რომ რაღაც პარალელურ სამყაროში ეს იქნება ავადუღე ხო არ ვიცი ხო ახსნას უძებნი ხო შემთხვევაში მაგას ხო ვამართლებ იმით რომ ჩვენი სამყარო არის ბევრად უფრო მრავალფეროვანი ვიდრე ჩვენ რეალისტურად გონია იმიტომ რომ მეცნიერულად დამტკიცებულია რომ ტვინი არ იყენებს რაღაცა რაოდენობა პროცენტი ახლა რატო ვეჭიდავებით ამას ეხლა არ მითხრა რომ ამის არ შემეშინდაო როცა ტახტის ქვეშ იპოვე თოჯინა ის უბრალოდ მე ვფიქრობ რომ იყო მცდელობა რაღაცა მავნეს გაკეთების ეს არ იყო ირეალური სამყარო და ეს არ იყო ელფების და გნობების ჯერა ეს იყო მიზანმიმართული იმ საბარძალში ჩადებული ხელნაკეთი რომელზეც იცი რომ მე ვზივარ სულ და იმ ადამიანმა იცოდა ეს იყო თოჯინა ხო საშინელი საზღარი თოჯინა იყო რომელიც მე მოვიშორე და დიდათ ვერც ვერაფერი ვერ დაგვაქვს კაი არ ვიპოვე ისევ თქვენ დიახ რა გიქნიათ აქაურებისთვის დღეს ხაშის დღე არა თუ არ მოგწონთ შემიძლია სპეციალურად თქვენთვის რაიმე სხვა მოვამბე თქვენ წარმოიდგინეთ გიჟდები ხაშზე კეთილი მაშინება მიბოძეთ ჩემი ხელი მოვამზადო ხაში კეთილი წლების მატებასთან ერთად ხო ფიქრობთ იმაზე რომ შეიძლება რამე შანსი გაგვიშვია გიფიქრია ამაზე რომ რამე ისეთი იყო რომელიც რადიკალურად შეცვლიდა ან ნაწილობრივ შენ ცხოვრებას და ნანობ კი რას უკავშირდება კარიერას თუ პირადს პირადსაც უკავშირებ და სულ სხვანაირად ვიქნებოდი თუმცა აქ ვიქნებოდი მაინც რაღაც გაშვებულ შანსებს აი ეგ კი არა ყოველდღიურად ვხსნებ რომ აი ეს რო ესე მექნა მე მაქვს ეს მომენტი და ბევრი შანსი გაუშვია მე რო იხსენებ და ეს რო ესე გამეკეთებინა და ესე მეთქვა აი წინ მისწრებს ხომ არ ვიცი მე კახელი ვარ წეს დინჯი უნდა ვიყო მაგრამ დედა მყავს გურული რა აი ხანდახან ძრებს ეს სიფიცხე მაინც არის ხო გურული ხო მე ნასკობილი დააჭირე ცოტა რა მაგრამ იყო რამე ისეთი რომ ბუკვალურად აი იმ ერთ კონკრეტულს ნანო თუ გინდა არ დავი კონკრეტო მაგრამ ეხლა რაც გაგახსენდა ერთი ერთ ურთიერთობას ნანობ არ დაგიკონკრეტებ და სხვანაირად რაღაცები რო გამეკეთებინა ეხლა სხვანაირად იქნებოდა მესმის თუმცა არც ეხლა ვარ ცუდად და პირდაპირ გეტყვი რომ ღმერთს მადლობა ძალიან ბევრი რამისთვის რაც მე მაქვს გამარჯობა გამარჯობა რაღაცა ცუდ ხასიათზე ვარ და ხასიათს ხო რა მივიკეთებდი მე მგონი კაი ხასიათზე ბრძანდებით აი მეტი და რა მე ბევრად მეტი მეტი ხუთ რამე შემთავაზე რა რამეს მოვიფიქრებთ მინდი ჩემო პრინცესა და მინდა გიშურო კიდე ესეთ შვენიერ ფორმაში ყოფნა კიდე ბევრი წელი და ბევრი ძალიან კარგი როლი და წლების მერე რომ კიდე გავიხსენოთ ის როლები რაც კიდე მომავალში გექნება დიდი მადლობა და იმედით და
ხალისით ვუყურებ მომავალს.